სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ საკუთარ მანქანაში სუსის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს. კაცი ანტიკორუფციულ სააგენტოში მუშაობდა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყება ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ კაცმა ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მათი ცნობით ის დილით ადრე მივიდა სამსახურში, სავარაუდოდ იარაღი აიღო და შენობა დატოვა. სუსი ამბობს, რომ მან ავტომანქანის გვერდით სავარძელზე წერილი დატოვა. მუხრანში ორი ადამიანის მანქანაში ჩაცხრილვის საქმეზე ორი პირი დააკავეს. შემთხვევა 24 იანვარს მოხდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანმხლებ პირთან ერთად ზურა სანამაშულსა და გია ქილარჯიანს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის სავარაუდო მოტივად წარსულში უთანხმოება და შურისძიება სახელდება. ტრამპი კონგრესს მიმართავს მიიღო კანონმდებლობა ქალაქებში არალეგალებისთვის თავშესაფრების გაუქმების შესახებ. პრეზიდენტმა მინესოტის გუბერნატორსა და მინეაპოლისის მერს მოუწოდა მის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლონ. მინეაპოლისში ისევ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების მიერ 27 წლის კაცის მოკლას მოჰყვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმისგან გამოწვეულ ძლიერ ყინვას სულ მცირედ 11 ადამიანი ემსხვერპლა. 800,000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აუქმდა 17,000-ზე მეტი რეისი. სკოლების ნაწილი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.